მთელი მსოფლიოსთვის ჩაი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი სასმელია. მისი წარმოება კი ბევრი ქვეყნისთვის ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრია. წარმოება წლიდან წლამდე იზრდება, რასაც ცხადია, რომ ხალხს გლობალური მოთხოვნა უწყობს. ჩაის უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსს წლებია, რაც ჩინეთი ინარჩუნებს წლიურად 14,542,600 ტონა პროდუქტით, რასაც ინდოეთი მოყვება, რომელიც გლობალურ ბაზრებს 5,979,000 ტონა პროდუქტს აწვდის. შემდეგი კენია 2,326,000 ტონა პროდუქტის წარმოებით, მეოთხე პოზიციას შრი-ლანკა იკავებს, რომელიც 1,400,000 ტონა ჩაის აწარმოებს და ხუთეულს ჩვენი მეზობელი თურქეთი 1,300,000 ტონა პროდუქციით ასრულებს. ამ მონაცემების მიხედვით, რომელიც 2024 წლის სტატისტიკას ეყრდნობა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი თავისი დომინანტური პოზიციით მსოფლიოს ჩაის ნახევარზე მეტს აწარმოებს. მეორე პოზიციაზე მყოფი ინდოეთი კი განსაკუთრებულად პოპულარული ჩაის მრავალფეროვანი სახეობებითაა. თუმცა მაგალითად კენია, რომელიც რეიტინგის მესამე ადგილასაა წარმოდგენილი, ძირითადად შავი ჩაის წარმოებაზეა ორიენტირებული და ამ პროდუქტს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებს აწვდის. შრი-ლანკას და თურქეთს კი, რომლებიც ასევე უმსხვილეს მწარმოებლებს შორის ხვდებიან, ჩაის მრავალწლიანი კულტურა და ისტორია აქვთ, რომელსაც დღემდე აგრძელებენ. ეს რაც შეეხება ზოგად რაოდენობებს, თუმცა განსხვავებული სურათი გვხვდება კონკრეტული ქვეყნების წარმოების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშების შემთხვევაში. მსგავსი რეიტინგის განხილვისას პირველ პოზიციას უკვე შრი-ლანკა იკავებს, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 63 კილოგრამ ჩაის აწარმოებს, შემდეგი კენია 42 კილოგრამით, მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 15 კილოგრამით. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი ის ქვეყნები იკავებენ, რომლებიც საერთო წარმოებით საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდნენ. რუანდა 12 კილოგრამით და ვიეტნამი ერთ სულ მოსახლეზე 11 კილოგრამის წარმოებით. რეალურად ეს მონაცემები იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რომელი ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურისთვისაა განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩაის წარმოება. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად ისიც მნიშვნელოვანია, რომელი ქვეყნები მოიხმარენ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაის. საერთოწლიური მოხმარებით ჩინეთი ლიდერობს, ეს ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში 3 მილიონ ტონა ჩაის მოიხმარს და აქვეა თურქეთი ყოველწლიურად 1,160,000 ტონის მოხმარებით. თუმცა თუ რეიტინგს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით შევხედავთ, აქ კვლავ შრი-ლანკა ლიდერობს 48 კილოგრამით, შემდეგ არგენტინა მოდის ერთ სულ მოსახლეზე 27 კილოგრამი წლიური მოხმარებით. მესამე პოზიციას თურქეთი იკავებს 15 კილოგრამის გამოყენებით, შემდეგ პარაგვაია 14 კილოგრამით და ხუთეულს ერთ სულ მოსახლეზე 10 კილოგრამი ჩაის მოხმარებით ვიეტნამი ასრულებს. ახლა კი რაც შეეხება საქართველოს, რომელიც ამ პროდუქტის როგორც მწარმოებელი, ისე იმპორტიორი ქვეყანაა. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 620,000 ამერიკული დოლარის ღირებულების 301 ტონა ჩაი გავიდა. ყველაზე დიდი რაოდენობის პროდუქტი მეზობელ თურქეთს მივაწოდეთ 379,000 დოლარის ღირებულების 90 ტონა. მონღოლეთს 61 ტონა, რომლის საფასურმად 60,000 დოლარი შეადგინა. აქვე იყო ყაზახეთიც, სადაც 40,000 დოლარის ღირებულების 67 ტონა ჩაი გავყიდეთ. ტაივანში თითქმის 40,000 დოლარის 2 ტონა და ხუთეული კიდევ ერთმა ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა დაასრულა, რომელმაც საქართველოსგან 36,000 დოლარის ღირებულების 46 ტონა ჩაი შეიძინა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში იმპორტის ღირებულებაც და მოცულობაც უფრო მასშტაბურად გამოიყურებოდა. ქვეყანამ 2,700,000 დოლარის ღირებულების 656 ტონა ჩაი შეიძინა. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალი ასე გამოიყურება. რუსეთისგან 941,000 დოლარის ღირებულების 133 ტონა შევიძინეთ. შრი-ლანკა 651,000 დოლარის 129 ტონა. აზერბაიჯანისგან 628,000 დოლარის 93 ტონა. თურქეთისგან 121,000 დოლარის 235 ტონა და გერმანიისგან 68,000 დოლარის ღირებულების 2 ტონა ჩაი.